ქართულ ჭიდაობას სავარაუდოდ მომავალ კვირას არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭება. ამის შემდეგ მისი ეროვნულ კატეგორიად განსაზღვრა და მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების განხილვა მოხდება. ეს განცხადებები დღევანდელი მთავრობის ხტომის შემდეგ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი მარგიშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა გააკეთეს. მათივე ინფორმაციით არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი ამ ეტაპზე მხოლოდ ქართულ ჭიდაობას მიენიჭება. ქართულ ჭიდაობას, როგორც ხელოვნების და სპორტის უნიკალურ სახეობას, საერთოდ უნიკუმს, მიენიჭება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და შემდგომი პროცედურები იქნება უკვე გარკვეული ვადის შემდეგ ეროვნული კატეგორიის განსაზღვრა და შემდეგ უკვე მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსად განხილვა. ეს არის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად შეთანხმებით, რადგან იც მოგეხსენება თუ რა მნიშვნელობა აქვს ქართველისთვის ქართულ ჭიდაობას, ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის აღიარებისკენ. რა თქმა უნდა იუნესკომდე სწორედ გზებია გასავლელი და სანამ იუნესკოს აღიარება მოხდება, ჩვენ დაგვჭირდება წლები, რომ ეს მოხდეს.